გამარჯობა მეგობრებო. ეს არის უკვე ჩვენი მეორე ვიდეო Ford Fusion 2.0 ჰიბრიდზე, რომელზეც უნდა მოხსნათ წინა ბამპერი და წინა მარცხენა ფარი, რომელიც არის დაზიანებული. ბამპერიც დაზიანებულია, აი აქ გატეხილები აქვს. პირველ რიგში უნდა მოხსნათ წინა ბამპერი, რომ შემდეგ მიუდგეთ ფარს. ჩვენ ამ პლასმასის მოსახსნელად დაგვჭირდება ესეთი ხელსაწყო. ესე ამოვაცლით ყველა სათითაოდ. მოხსენით ეს პლასმასი. ახლა კი გადავდივართ შემდეგ ნაწილზე. შემდეგ ჩვენ უნდა მოხსნათ ქვემოდან ეს 7 შურუფი. ეს შურუფები დაუშვით, ახლა გვერდზეც აქვს და ისინიც უნდა დაუშვოთ. ახლა გადმოვინაცვლოთ აქეთ მარცხენა მხარეს და დაუშვოთ აი ეს შურუფები. ეს და ეს. ახლა მოხსნათ ეს პლასმასის სამაგრი. ახლა უნდა დაუშვათ ეს ორი ბოლტი. შემდეგ გადმოვინაცვლოთ მანქანის მარჯვენა მხარეს. მოხსნათ ეს პლასმასის სამაგრი და ეს ორი შურუფი. მეგობრებო, აი ეს წინა ბამპერის ბოლტი არის ჩაჟანგებული და გაუფუჭდა თავი. ამიტომ მოხსენით წინა მარჯვენა საბურავიც, რომ მიუდგეთ კარგად და არ გავაფუჭოთ ბოლტი. უნდა მოხსნათ ეს პლასმასი მთლიანად, რომ კარგად მიუდგეთ და შემდეგ გაირკვევა სიტუაცია. ახლა დავუშვათ
აი ეს ბოლტები. მოხსნის ეს პლასმასი და ჩვენი გაჭედილი ბოლტი გამოიყურება ასე, რომელსაც თავი გაუფუჭდა. სანამ ბოლტს თავი ბოლომდე გავფუჭებიათ, დაშვება დაჭერის მეთოდით, უნდა ვცადოთ, რომ დაუშვათ თავისივე კლუჩით ბოლტი. რადგან ბოლტს თავი გაუფუჭდა და თავისი კლუჩით ვერ დაუშვით, ეხლა უნდა ვცადოთ ყელწვიანი დაშვება. ჩვენ და სამწუხაროდ ამ მეთოდმაც ვერ გაამართლა, რადგან ბოლტის თავს საკმარისად ვერ ეჭიდება ბრტყელდუჩა. შემდეგ უნდა მოვხსნათ ეს 5-10-იანი ბოლტი. რომელსაც ხსნი უკვე. ესე. ესეც ასე მეგობრებო, მოვხსენით ჩვენ წინაში ტოკი. ასევე მოვხსენით ფარიც, რომელიც დამტრეული არის, სამაგრები აქვს ჩამტრეული. ასევე აქ გატეხილია კრილოს სამაგრი. ეს შიტოკის ქვედა პლასმასი. და ჩვენ ჩაგვიწყდა აი ეს ბოლტი. აქეთ ამ ხარისაც ჩაწყდა სამწუხაროდ. გაჭედილები იყო და ვერავთ ვერ დაუშვით. მეგობრებო, ჩვენი შემდეგი დავალება არის ის, რომ ეს გატეხილი სამაგრი მოვხსნათ, რომელიც იწერს წინა მარცხენა კრილოს და ვცადოთ, რომ აღვადგინოთ. მეგობრებო, აქ არის გატეხილი ეკრანი. ანუ ეს არის მთლიანი ეკრანი და ცალკე არ იხსნება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს კრილო, რომ მიუდგეთ და გორმე აღვადგინოთ. მოვხსენით შიგნითა კრილოს პლასმასი და ახლა უნდა გადავიდეთ კრილოს მოხსნაზე. ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ეს ბუბკები. ეს ერთი. და ასევე მაღლა აქვს ერთი კიდევ. ესეც მეორე. აქ გვაქვს ეს ერთი ბოლტი, ეს მეორე ბოლტი. კიდევ აი აქ, რომელიც უკვე მოხსნილი გვაქვს. კიდევ გვაქვს აი აქ შიგნით ეს ერთი. კიდევ აქ ორი. და მხოლოდ აქ გვაქვს. ეს უნდა მოვხსნათ ფრთხილად.
პირველი ვოლტი მოიხსნა. ეს მეორე ვოლტის მოხსენი. ახლა გადავიდეთ შემდეგი ვოლტების მოხსნაზე, რომლებიც მდებარეობს აი აქ. ეს 2 ვოლტის მოხსენით. ახლა დარჩა აი ეს შიგნითა ვოლტი. და კიდევ მაღლა აი აქ. და ახლა უნდა მოხსნათ აი აქ, რომელიც მდებარეობს. ავაღოთ კარი. ეს ის კრებებზე, რომელიც უნდა მოხსნათ. ესეც ასე მეგობრებო მოხსენით, რომელსაც აქვს ესე 3 სამაგრი და მოხსნისას ფრთხილად იყავით, არ გაგიტყდეთ. და ჩვენ უნდა მოხსნათ ახლა აი ეს ვოლტი. და დაგვჭა მხოლოდ ეს ერთი ვოლტი, რომელიც მდებარეობს კრილოს შიგნიდან. მოხსენით ეს ვოლტიც. და ესეც ჩვენი კრილოც მოიხსნა. ესეც ჩვენი კრილო. და ასე გამოიყურება ჩვენი ფორდი. ახლა კი როგორმე უნდა აღვადგინოთ ჩვენი გატეხილი პლასმასი. ჩვენ ეს პლასმასი უნდა მივაწებოთ აი აქ. ჯერ პირველ რიგში გავასუფთავოთ, მივასხათ აბრო. დავადოთ რომ გაშრეს. გაშრა ჩვენი ეკრანის პლასმასი. და დრო მოვიდა რომ შევადუღოთ. ვახურებთ ამატიორებას. უკვე ვიწყებთ შედუღების პროცესს. ესე ნელ-ნელა უნდა შევადუღოთ ჩვენი პლასმასი. კიდევ გავახუროთ. ნელ-ნელა უკვე მაგდება ჩვენი პლასმასი.
კიდევ გავაცხელოთ. რათა უკეთ შედუღდეს. კიდევ შევადუღოთ სხვადასხვა ადგილებში. ესეც ასე, შედუღების პირველი ეტაპი მორჩა. ასე გამოიყურება ჩვენი ნამუშევარი. ახლა ეს პატარა ლურსმანი უნდა დაუმატო აი აქედან და იგი გაამაგრებს ამ პლასმას. სავარაუდოდ ორ ესეც დაუმატებ. ნახავთ. ესეც ასე მეგობრებო, გავხრიტეთ ეს ორი პატარა ნახრეტი. შემდეგ შევსვით პატარა ვიაზანი მართული. და ახლა უნდა გავახუროთ და კარგად გადავასწოროთ თავი. კარგად გადავუდუღოთ. მეგობრებო, ჩვენ ეს უნდა გავათხილოთ, ანუ შევალამაზოთ ესე გადავლესოთ. უკნიდან უფრო სჭირდება და შემდეგ წავუსვათ თხელი ფენა წებო. პირველ რიგში გავახუროთ ეს პატარა. აი ნახეთ როგორი მყარი გამოვიდა. უკვე მაქსიმალურად შევასწორეთ და მზად არის რომ წავუსვათ წებო. ჩვენ გვაქვს ნაყიდი აი ეს აბე წებო, რომელს უნდა აურიოთ ერთმანეთში და წავუსვათ თხლად. ეს წებო გამოიყენება რკინაზეც, ძალიან მაგარი წებო არის და აწებებს თითქმის ყველაფერს. უკვე აურეთ ჩვენი აბე წებო და უსმევთ თხლად. უკანა მხარეს შეგვიძლია ცოტა მეტად თხლად წავუსვათ. ჩვენ არ გვეყოწებოდა, უნდა აურიოთ ახლიდან. ისევ კარგად აურიოთ. და შემდეგ წავუსვათ. ეს წებოები თუ თანაბრად არ დავასხით და კარგად არ აურიეთ, შეიძლება ისე მალე გაშრეს, რომ საერთოდ ნორმალურად არ ვერც კი წავუსვათ, ან კიდევ პირიქით შეიძლება გვიან გაშრეს, მაგრამ რბილი იყოს, არ გამაგრდეს და არ გამოვიდეს კარგი. ამიტომ ჯობია რომ თანაბრად დავასხათ, კარგად აურიოთ და შემდეგ წავუსვათ. აქ ჩვენ მართულსაც გავუკეთეთ ცოტა მეტი წავუსვათ. პირველი ფენა უკვე შემშრალია, საკმაოდ მალე შეიძლება ეს წებო.
ეხლა დავალოდოთ, როდის გაჩრება მეორე ფენა. წებოს წასმას მორჩით და ის გადაგვრჩენია, რომ დავალოდოთ, როდის გაჩრება. მეგობრებო, ჩვენ ეს ჩაწყვეტილი ვოლტი ვერაფრით ვერ დაუშვით და ის გადაგვრჩენია, რომ აქედან ბარგალკით ჩაუჭრათ ესე. მეგობრებო, სამწუხაროდ გატყდა ჩვენი ბოლტის თავი ატვირკით დაშვების და სამწუხაროდ ის გადაგვრჩენია, რომ ჩავხრიტოთ ჩვენი დევალტის დრელეთი. საკმაოდ რთულად იხვრიტება ეს ბოლტი. აი მეგობრებო, ჩავხრდეთ ჩვენი გაჭედილი რეზბა და ეხლა უნდა დავაწებოთ აი ესენი. აი სადაც გატეხილია აქ, აი, ეთ. და მოხსნათ და დავაწებოთ. და ასევე დაბლთაც გატეხილია. ვიწყებთ უკვე ჟალუზების მოხსნას, რომელიც არის 10-იანი ბოლტებით დამაგრებული. მოხსნით აქეთ ამხარე შპილკებიდან. ფრთხილად უნდა ვხსნათ, რომ არ გაგვიტყდეს. ახლა ვხსნით ბამპერის ქვემოთა პლასმას, რომელიც გვიშლის ხელს ჟალუზების მოხსნაში. მოხსენით პლასმასი. ეს აქეთა მხარის აღია. ქვემოთ ეს მაგდება აი ამ ორ შურუპზე და პატარ-პატარა შპილკებზე. დავასხათ ვიდეორმოსიამასაც, თორემ გაჭედილია, აი აქედან ჩანს. უშვებთ ქვემოთა ბოლტებს. აქეთ დაგვრჩა შპილკები მოსახსნელი. ჩვენ კიდე გვჭირდება აი ეს რომ მოხსნათ. ხეთ? ორი ბოლტი არის, დაბლაც არის. და ეს ორი უნდა მოვხსნათ.
ცოტა რთული მისადგომია და ამიტომ ძნელდება მოხსნა. გავახურიათ იორკა და ვიწყებთ უკვე შედუღებას. აქ მეორე მხრიდან დავაწევოთ ახლა, რომ უფრო მყარი გამოვიდეს. ხელად იორკას უფრო ახლო უდებ, რადგან უკეთ შედუღდეს, კარგი გამოვიდეს, მაგრამ ძალიან ახლოსაც არ უნდა გამოგვივიდეს, თორემ შეიძლება გაფუძდეს ან დაგვიდნეს. და როგორც ხედავთ, უკვე გამყარებას იწყებს. აი მეგობრებო, ამ ნახრეთში უნდა ჩავადნოთ ესე პლასმასი ზედაპირულად და აქაც უფრო რომ გამაგრდეს, მყარი რომ იყოს, უნდა დავადნოთ აქ ესე თხლად პლასმასი. ჩვენ პლასმას ვადნობთ აი ამ გაზით. აი უკვე დავადნეთ პლასმასს და ჩავადნობთ ახლა თავის ადგილას. კიდევ დავადნეთ პლასმასი ფარსონკით, რომ უკეთ შევავსოთ. აი როგორც ხედავთ, ნახურეთის ადგილას მიდევს ატიორკა, რომ დამტნარი პლასმასი ქვემოთ არ ჩავიდეს და სწორი ფორმა მიეცეს. ვიწყებთ ზედა ნაწილის ამოვსებას. უკვე ვადრობთ პლასმასს და ამოვავსებთ ახლა. პირველად პლასმასის საკმარისად ვერ დავადნეთ, ამიტომ არ მიეწება ჟალუზების პლასმასის სამაგრს, ამიტომ ახლა თავიდან დავადნეთ, კარგად საკმარისად არის დამტნარი და ვაწებებთ უკვე. და დავაწებოთ აქ. დავაწყევთ კიდევ სხვა პლასმასის ნაწილი, იმიტომ რომ არც ის გვეყო. ძალიან სწრაფად უნდა ვქნათ, თორემ მალე შრება ძალიან.
ჩვენ ახლა კარგად ვაწვევით სკალპელით, რომ შიგნით ჰაერები არ დარჩეს და სუსტი არ გამოვიდეს. ჯერ ბოლომდე არაა გამშრალდი, მაგრამ მაინც ნახეთ მყარია. ეხლა გავახუროთ სკალპელი. და ჩამოვაჭრეთ ზედმეტი ნაწილები. ესე ჩამოვაჭრათ ხლად. აი მეგობრებო, ესე გამოდის ჩვენი პლასმასის შედუღება, ამოვსება. ეხლა ამას მოვაჭრით და ეს მორჩა და გადავიდეთ მერე ქვევით. აი კიდევ აქაც გვაქვს გატეხილი და აი ამ ადგილებში. საბოლოოდ კარგი გამოვა. ამებსაც დავმალავთ. მეგობრებო, ეხლა ეს ქელსტეპლერები უნდა ჩავარწოთ გატეხილ ადგილებში, რომ უფრო მყარი იყოს პლასმასი და ადვილად არ გატყდეს. სიმართლე რო ვთქვათ, ამასაც ჩავარწობთ, გონის სულაც არ გატყდება. რადგან სტეპლერი თორს ვიყავთ, მოდი გავხუტოთ ჩვენი 1/5-იანი სვერლოთი. შემდეგ გავატაროთ სტეპლერი. ორი სტეპლერი ადგილი გავხურდეთ. ეხლა გავაცხელოთ სტეპლერი, რათა შიგნით კარგად ჩაძდეს და ჩვეულებრივად მე ქვემოთ მხრიდან მოვუკეცით. ეს ამოვაკირავთ და მეგონი აქეთ ამ მხრიდან ჯობია რომ გავუკეთოთ სტეპლერები. კარგად დავაწვეთ, რათა შიგნით კარგად ჩავიდეს. აი ჩავსვით ახაც სტეპლერები, სტეპლერის ტყუიები უბრალოდ. ეხლა ამ ადგილებში უნდა ჩავსვათ. ოღონდ ისე რომ ამ ჟალუზებს არ შეუსალოს გაღება დაკეტვაში. და მერე უკვე გადავლოსოთ ზემოდან. აქაც კარგად შეცდა. ჟალუზებსაც არ ედება. აი ჩავიდა ესეც კარგად 1 2 3 სტეპლერის ტყუია დავაჭერეთ. აქეთ ვეღარ დავსვათ, იმიტომ რომ შემდეგ შეიძლება ჟალუზს შეუშალოს ხელი გაღება დაკეტვისას. ქვემოდან კი უწეწყავთ, მაგრამ მაინც აი აქ კიდევ ერთის დაყენება შეიძლება. კარგად გავაცხელეთ ატიორკა, ეხლა უნდა გადავლესოთ ესე. ამ სტეპლერს ცოტა ჩავაჭიროთ, ჩავიდეს შიგნით. კარგად გავაცხელეთ ეხლა უკეთესად წელანდელთან შედარებით. ჩავაჭიროთ ამ სტეპლერებს, რადგან უფრო მეტად ჩავიდეს შიგნით პლასმასში. პლასმასი უფრო ძლიერი რომ გამოვიდეს, ორივე მხრიდან ვადუღებთ.
ეს ისეთი ადგილია, სადაც სტეპლერს ვერ გავუკეთებთ, ვერ გავუყრით სიმაგრისთვის და ამიტომ კარგად უნდა შევადუღოთ პლასმასი და წაუსვათ თხლად. სტეპლერებს იმიტომ ვერ გავუყრით, რომ მეორე მხრიდან ადგილი არ აქვს და ფიზიკურად ვერ გაეყრება. მეგობრებო, ჩვენ მოვჩით შედუღების პროცესს და ის გადაგვჩენია, რომ წაუსვათ წებო. ჩვენ უსვევთ აი ამ წებოს, რომელსაც ქვია AB წებო. ერთმანეთში უნდა აერიოს ესენი და წაესვას. ეს არის თვითონ რეზინანარევი წებო და ეს არის გამოქვავებელი, რაც აქვავებს. ეს შავია და ეს თეთრი. და ჩვენ ახლა ამებს ერთმანეთს შაურევთ და წაუსვევთ, სადაც გატეხილია იმ ადგილებში. და ჩვენ წინა მხრიდან არ წაუსვევთ, უკანა მხრიდან წაუსვევთ, რომ მაინც არ გამოჩნდეს წინა მხრიდან და მახინჯად არ იყოს. ესე ჩავხვრილავთ ჩვენს წებოს და გადმოვიღებთ ჩვენს დაფაზე, რაზეც აურევთ. მართალია თხლად უნდა წაუსვათ, მაგრამ ბევრი გვჭირდება, რათა ბევრი ადგილია გატეხილი და ყველას ეყოს. ეს ჩვენი მეორე წებო არის თეთრი, როგორც უკვე აღნიშნე. და ორივე წებო უნდა იყოს თანაბარი რაოდენობის. ზუსტად ვერ განსაზღვროთ, მაგრამ თვალის ზომით უნდა გავსაზღვროთ. მე მგონი ეყოფა. თუ არა, მოდი ცოტას დავამატოთ. ესეთი მოსარევი ჯოხი მოყვება ჩვენს ამ წებოს და ესე უნდა მოურიოთ ერთმანეთში. და მოვიდა დრო რომ წაუსვათ. ესე კარგად თხლად წაუსვათ. გადავანაწილოთ თანაბარი სისქის რომ წაესვას. კიდევ მეორე დაურეთ აბეწებო და ახლა უსმევთ. მეგობრებო, კიდევ გატეხილი არის ამ ჟალუზების სამაგრი და ესეც უნდა აღვადგინოთ. გამოუჭირთ ახალ პლასმას, შევადუღებთ და შემდეგ წაუსვევთ ჩვენს აბეწებოს. მეგობრებო, ზუსტად ამის ზომაზე ნახვრატები გავუკეთეთ ჩვენს პლასმას და შემდეგ ახლა დავხაზეთ თვითონ ეს პლასმასი, გამოვჭრით და მივადუღებთ. მეგობრებო, აი გამოვჭერით ეს პლასმასი, რომელიც მიდის იდეალურად. და ახლა ის გადაგვჩენია, რომ დავადუღოთ ეს და შემდეგ წებო წაუსვათ ზემოდან. ესეც ასე. დავაპრიხოთ ჩვენი პლასმასი, ანუ დავაჭერინეთ ცოტათი. და ახლა კიდევ გავაცხელებთ ჩვენს ავტოორკას და უკეთესად შევადუღებთ.
ეხლა უკეთესად შევადუღოთ. მეგობრებო, ჩვენ ეს უნდა გავამაგროთ სტეპლერებით, რომ უფრო მყარი იყოს და შემდეგ გადავუსვათ თლად წებო. ეხლა აქეთ ამ მხარეს გადმოვიდეთ და აქეთ გავხურდოთ. არ იყო საკმარისად ცხელი. კიდე გავაცხელოთ, არაა პრობლემა. მორჩით სტეპლერებით დამაგრებას და ახლა ის გადაგვრჩენია, რომ წავუსვათ აბეწებო. აი მეგობრებო, წავუსვით ჩვენი აბეწებო თხრად. და ეხლა უნდა დაველოდოთ როდის გაშრება. გაშრა უკვე ჩვენი წასმული წებო. აი ნახეთ როგორ მყარად არის. გააქვავა ადგილზე. და ეხლა ის გადაგვრჩენია, რომ დავაყენოთ ჩვენი ჟალუზები. აი ესეინც წინაზე რომ დავაწებეთ. ესეინც კარგად მყარად არის. და ეხლა დავაყენებთ ჩვენ ჟალუზებს. დავუჭირეთ ეს მეორე ბოლტიც. დავუჭირეთ ესაც. ეხლა აქ მეოთხე ბოლტი. მეგობრებო, ეს 4 ბოლტი დავუჭირეთ. აი აქაც და აქაც. და ეხლა უნდა დავუჭიროთ ქვემოთ ეს 2 ბოლტი. აი აქ ეჭირება და აქეთ. აი მეგობრებო, დავასრულეთ ჟალუზების დაყენება. იდეალურად ადგა ყველაფერი. ეს მაგრამ აქ 4 ბოლტი დავუჭირეთ. აქ გვერდებზე ეს კრეპებით ჩავსვით. ქვემოთაც ეს კაბელი შევაერთეთ. 210-იანი ვოლტის დავუჭირეთ, ქვემოთ კრეპებით შევსვით და მოვრჩით ჩვენავით ჩვენი ცხაურის დაყენებას. მეგობრებო, გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. 2026 წელი ყოფილიყოს თქვენთვის ბედნიერების, სიკეთის და წარმატების მომტანი, ასევე ჩვენთვისაც ჩვენი ახი გაზრდილი იყოს, გამომწვევი მოგუმატებოდეს, ვიდეოებზე ნახვევი და მოწონებები მოგუმატებოდეს და გთხოვთ რომ ამაში თქვენ დაგვეხმაროთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ნახოთ ჩვენი ვიდეოები და მოიწონოთ ისინი. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ფორზე ვიდეოების გადაღებებს, სხვა რაღაცებსაც გადავიღებთ და ახლა ის გადამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. ნახვამდის.